გაუმარჯოს უკრაინას ეს ფრაზა დღეს ჟურნალისტებმა ქუჩაში სანთლებით დაწერეს კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე მყოფი აქციის მონაწილეების სოლიდარობის ნიშნად მედიის წარმომადგენლები უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ. იქ იმყოფება ბექა მჭედლიშვილიც, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ბექა, ჩვენ უკვე მოვისმენთ პოლიტიკოსების შეფასებები კიევის მოვლენებზე, რა არის ჟურნალისტების მთავარი გზავნილი? სანამ უშუალო ჟურნალისტების აქციაზე გადავიდოდეთ, თავდაპირველად საუბარს დავიწყებ ახალი ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ აქ მეორე აქცია დაიწყო. რიგითი მოქალაქეები, რომლებმაც ჟურნალისტების აქციის შესახებ შეიტყვეს, მოვიდნენ უკრაინის საელჩოსთან და მათ სიმბოლურად დღეს უკრაინაში გლოვის დღესთან დაკავშირებით სიმბოლურად სანთლებით ჯვარი გამოსახეს. რაც შეეხება ჟურნალისტების აქციას, ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა უკრაინის საელჩოსთან. აქ იმყოფებოდნენ ჟურნალისტები, რომლებმაც პროტესტი გამოუცხადეს იმ მოვლენებს, რომელიც უკრაინაში ვითარდება, როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, ისინი მათ დღეს სოლიდარობა გამოუცხადეს როგორც უკრაინის მოქალაქეებს, ასევე იქ მომუშავე ჟურნალისტებს. ხარდაჭერა ხა ჭირდება ჩვენს კოლეგებს და გამძლეობა და ეს არის მინიმუმი რის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია, რაზეც არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ვინც ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა ისეთი, ვინც უბრალოდ მოსვლა ვერ მოახერხა. და ვფიქრობ, რომ დღეს ყველა ქართველი ჟურნალისტი არის უკრაინელი ჟურნალისტების გვერდით. ეს აქცია არის პირველ რიგში ჩვენი კოლეგებისადმი, იმ ადამიანებისადმი სოლიდარობის, მხარდაჭერის, ერთსულოვნების გამოხატვა. ჩვენი კოლეგები ამ წუთასაც მეიდანზე დგანან, მუშაობენ, თავიანთი საკუთარი სიცოცხლის ფასად ისტორიას უტოვებენ კადრებს. როგორ ვანდალურად ექცევა იმპერია თავისუფლების მოყვარე ერს. ჩვენ უერთდებით ყველანი, სოლიდარობას უცხადებთ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ძალიან კარგად, ძალიან მალე დამთავრდება და არა მარტო ჟურნალისტებს შორის არ იქნება მსხვერპლი, საერთოდ მსხვერპლი აღარ იქნება უკრაინაში. იცით, ჩემის აზრით, ქართულმა ჟურნალისტებმა ის რაც შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს და ამ ყველაფრის გაგრძელებას, ხო, აი ამას ვაპროტესტებთ. დროზე მოეგოს გონს ევროპა, დროზე მოეგოს გონს ამერიკა და შეშფოთების და აღშფოთების გარდა კიდე კმეერთი ღონისძიებები მიიღოს, იმიტომ რომ რუსეთი არ მოისვენებს არასოდეს. აქციის მიზანი არის მარტივი, რომ ამ ფორუმით სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინელებს და ვუსურვოთ მათ, რომ ის ტრაგედია და უბედურება, რაც იმ ქვეყანაში ხდება, მალე დასრულდეს. რაც კიევში ხდება ახლა არ არის სამოქალაქო დაპირისპირება, ეს არ არის მხოლოდ შიდა უკრაინული პროცესები და ჩვენ ქართული ჟურნალისტები გამოვხმობთ რა გულისწყროებას და თანაგრძნობას დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებისადმი და ახლობლებისადმი, ასევე აღნიშნავთ, რომ 21 საუკუნეში ევროპის შუაგულში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია დღეს სოციალური ქსელით დაგეგმეს და როგორც უკვე გითხარით, ამ წუთებში აქ ის მოქალაქეები იქნებებიან, ვინც ამ აქციის შესახებ ასევე სოციალური ქსელიდან შეიტყვეს.